5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღე თარიღთან დაკავშირებით თბილისში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მოეწყო დასუფთავების და გამწვანების აქციები. დაამარცხა პლასტმასით დაბინძურება. ეს 2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია. მოხალისეები, პროფესიონალი გარემოს დამცველები და ტყის მეგობრები დღეს ყველა ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა. მიზანი ეკოსისტემისა და დედამიწის დაცვაა. ინფორმაციულ შეხვედრებთან ერთად სატყეო სააგენტოს ორგანიზებით დასუფთავების აქცია დღეს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტყეების დაცვისა და აღდგენის მიზნით უკვე მომზადებულია ტყის გაშენების პროექტიც. მოხალისეებთან ერთად, ტყის მეგობრებთან ერთად დავასუფთავეთ ჯვრის მიმდებარე ფერდობი, რომელიც ტყის მეგობრის ტყის საპროექტო ტერიტორიაა და აქ უკვე შემოდგომიდან დაიწყება მერგების დარგვის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერი, გაცილებით მეტი მოხალისე და ტყის მეგობარი გვეყოლება მომავალში. პორტალ ტყის მეგობრის დახმარებით მოვედი როგორც მოხალისე, შევუდექით ყველა ერთად დასუფთავებას და ვფიქრობ, რომ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს მონაწილეობა. ვისურვებდი კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს. ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის ღონისძიებებში და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი ლაგოდეხში წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ნახატები, ესეები და პოსტერები შექმნეს, სადაც გარემოს დაცვასა და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოვლიდნენ გამარჯვებულებიც. დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის კუთხით არაერთ მნიშვნელოვანი პროექტს ახორციელებს დაწყებული ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებით, არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებით. ამასთანავე ხორციელდება როგორც საკონსერვაციო, ასევე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, ხორციელდება დაცული ტერიტორიების მონიტორინგი სმარტ პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემის მეშვეობით, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომა. საინტერესო კუთხე იყო გარემოს დაცვის ორგანიზაციის მიერ მსგავსი კონკურსის ჩატარება. აქედან გამომდინარე გამიჩნდა სული, რომ მივიღო მონაწილეობა და ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა კიდეც ნომინაციით საუკეთესო ფოტო. დაცულ ტერიტორიებზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე. ჩემი ესე ძირითადად მოიცავდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს და საკმაოდ ბევრი მოგონებაც მაკავშირებდა. დასუფთავდა შავი ზღვის სანაპირო ზოლი და წყლის ზედაპირი. ბათუმის ზღვაში ნარჩენების შემგროვებელი დრონის მუშაობის სადემონსტრაციო ჩვენებაც გამართეს. დრონი მექანიკურად იმართება და სხვადასხვა სახის ნარჩენებს აგროვებს. დასუფთავების აქციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა მაღალტექნოლოგიური ინოვაციური დრონი, რომელიც წყლის ზედაპირიდან აგროვებს ნარჩენებს. ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავების სადემონსტრაციო აქცია. სკოლის მოსწავლეები მიმყოფებით ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაზე, რაც ჩვენთვის არის ყველაზე სასიხარულო. ჩვენ ხშირად ვერთვებით მსგავს აქტივობებში და ჩვენ ერთად ვზრუნავთ შავი ზღვის და გარემოს დასუფთავებაზე. გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ გამოწვევებზე მახვილდება. წელს პრიორიტეტი პლასტმასით დაბინძურების შემცირებაზე გაკეთდა. ჩვენ მიერთებული ვართ ამ კონვენციას საქართველოს, რომ 2030 წლის უნდა დასრულდეს სრულად დაბინძურება პლასტმასით ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და დაბინძურების დასრულება. გარემოს დაცვის დღის ფარგლებში ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6-მე-7 კლასის მოსწავლეებს, იმისათვის რომ მათთან ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მათში, ასე ვთქვათ, ეკოლოგიის სიყვარული. როცა ბუნებაში ვყრით პლასტმას და ნარჩენს, ბუნებაში მყოფი ცხოველი და ყველა მცენარე ზიანდება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველა ბავშვს, რომ დაისვას გარემო და არ გადაყაროს ნარჩენი ბუნებაში. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე უკვე 50 წელზე მეტია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.